TBC ახალგაზრდების წახალისებისთვის კიდევ ერთი განათლების პროგრამას წარადგენს. გესაუბრეთ ამაზე დღეს დილით 8 ნახევარზე და 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს განურჩევლად იმისა, საქართველოს რომელ სკოლაში სწავლობენ, მათ აქვს შესაძლებლობა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს სწორედ TBC-ის კამპუსში დაეუფლონ. სრულიად უფასოდ ისწავლონ ბიზნესის და ტექნოლოგიური მიმართულებები. მე მირჩევნია უკვე ზედმეტი შესწავლის გარეშე სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ TBC კამპუსზე, რომელიც ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლატფორმაა ჩვენი მოკითხვით და TBC-ის მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიმართულებებს შორისაც. ამისთვის სტუდიაში მოვიწვიეთ ალექსანდრე მაყაშვილი, იგი გახლავთ TBC-ის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი. ჩვენთან ერთად არის მარია ლონტი, TBC კამპუსის ლექტორი და ასევე მივესალმები ნათია აბულაძეს, რომელიც არის TBC კამპუსის კურსდამთავრებული. დილამშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. კარგი, მოდი დავიწყოთ, გამხსნელი თემა იყოს. თავად კამპუსთან დაკავშირებით, ასე მირჩევნია. მოკლედ კიდევ ერთხელ რა არის კამპუსი, TBC-ის კამპუსი და რას თავაზობს ის ახალგაზრდებს? TBC კამპუსი არის ონლაინ ბიზნეს და ტექნოლოგიური კურსების პროგრამა, რომელიც სთავაზობს ახალგაზრდებს, ესე ვთქვათ, პრაქტიკულ და თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიების შესწავლას. უბრალოდ მე ვიტყოდი შესწავლის დაწყებას, იმიტომ რომ ეს სწავლა ხო რაღაც არაზუსტი პროცესია და აგვარებს ორი ბარიერის პრობლემას. ერთი ბარიერი არის, რა თქმა უნდა, თქვათ, ფინანსები, იმიტომ რომ ყველას არ აქვს საშუალება, რომ მაგალითად არ ვიცი, პროექტის მენეჯმენტი ისწავლოს, რომ უნდადეს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი არის გეოგრაფია. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ ცხოვრობდეს ის ადგილზე, სადაც მარიასნაირ ლექტორთან უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხდება შეხებაში. ლექტორების აქეთ-იქით ტარება რთულია. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ონლაინ პროგრამა, რომელიც ამ ორივე ბარიერს, ასე ვთქვათ, ვაგვარებთ და იმიტომ რომ ერთი უფასოა და მეორე დისტანციურია. კურსებზე თუ შეიძლება რომ მეტად ჩავშალოთ, რა ტიპის კურსებია? ხო, ძირითადად აქცენტი არის ისეთ კურსებზე, რომლებიც ონლაინ, ასე ვთქვათ, შედარებით ადვილად სწავლებადია და არ მოითხოვს, ყველაფერი მოითხოვს მეტნაკლებად ფიზიკურ შეხებას, მაგრამ ნაკლებად მოითხოვს ფიზიკურ ინტერაქციას. იყო, ვთქვათ, ერთი მომენტი, რომ აი რაღაც ჯგუფური მუშაობა როგორ გამოვა, მეორე რაღაცა მოკლედ მოვიფიქრეთ, რომ ონლაინ კარგად გამოსულიყო. გვაქვს რამოდენიმე მიმართულება არის, ვთქვათ, უფრო აი რიცხვებთან, ვისაც ვთქვათ, ეს არის, ხო, კი, მონაცემთა ანალიზი, მაგალითად, იგივე ეგრეთ წოდებული search engine optimization, ანუ SEO, ვისაც თქვათ უნდა აი ინტერნეტ რეკლამასთან მუშაობა, მაგრამ არა თქვათ მოთხოვნადი. კი ბატონო. ეხლა დავამატეთ ბაზრის კვლევა, IT ბიზნეს პროექტები და ასე შემდეგ. არის უფრო თქვათ შეიძლება ითქვას მარკეტინგული საგნები, როგორც არის მაგალითად UX UI დიზაინი, კონტენტის მენეჯმენტი, სოციალური მედიის მენეჯმენტი და მარკეტინგი. ეს მეორე მიღებაა ეხლა? კი, მეორე მიღებაა. და აი შარშანელისგან განსხვავებით არის, აი მე დამატებითი და სიახლე? კი, ეს ორი კურსი დაემატა, ერთი არის ბაზრის კვლევა, რომელიც მოიცავს პრინციპში მთლიან სპექტრს იმ თემების, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თქვათ, კომპანიაში დასაქმდეს, ან როგორც ფრილანსერმა იმუშაოს კვლევარად და მეორე არის ეს IT ბიზნეს ანალიზი, რომელიც, ასე ვთქვათ, უფრო აი ამ ბაზრის ტენდენციებს ეხმაურება და დღეს ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. TBC კამპუსის სტუდენტების განსხვავებით მე მაქვს პრივილეგია, რომ ფიზიკურად შეხებაში მოვიდე მარიასთან. ასეა? გამარჯობა. გამარჯობა კიდევ ერთხელ. თქვენი როგორც ლექტორი სუბიექტური აზრი. რატომ უნდა ინტერესდებოდნენ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ანუ 18-დან 24 წლის, ხო? სწორად ეგრეა. ასაკის ადამიანები TBC კამპუსის კურსებით. რა არის განმასხვავებელი და მიზიდულობა?
კი ბატონო, პირველ რიგში არა მხოლოდ ლექტორი, არამედ დედაც ვარ და ჩემი შვილისთვის პირველ რიგში ვისურვებდი, რომ ზუსტად ესეთი შესაძლებლობა, ეხლა ჯერ 16 წლის არის და ვისურვებდი, რომ 18-ის უკვე იყოს და ქონდეს ეს შესაძლებლობა, რომ შემოუერთდეს კონკრეტულად ამ კურსს და აი განმასხვავებელი რომ ვთქვათ, ალექსანდრემ უკვე ახსენა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ დისტანციურად არის ჩართვის შესაძლებლობა და თანაბრად აქვს შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს, რომ შემოუერთდეს ამ კურსს. მეორე ცხადია ხელმისაწვდომობა ფინანსური თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დისტანციური სწავლება, ძალიან ბევრი მეთოდი და ტექნიკა არსებობს იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ჩვენი სტუდენტების ჩართულობა და ალბათ ამაზე ნათია უფრო უკეთესად ისაუბრებს, რომელმაც უკვე მიიღო ჩვენს კონკრეტულად პროექტში მონაწილეობა როგორც სტუდენტმა. სანამ ნათიასთან გადავალ კითხვებით, რომელიც მაქვს, ასევე როგორც დედა და მშობელი იმავდროულად ლექტორთან ერთად. ამ შემთხვევაში განსხვავებული რა არის ამ პროგრამებში ბაზარზე არსებული სხვა კურსებისგან, რომელიც ცოტა არ არის ბაზარზე და რითი არის ის უკეთესი, როცა მზადახართ თქვენი შვილი 2 წლის თავზე სიამოვნებით იყოს ამ ყველაფრის ნაწილი. ორგანიზატორების მხრიდან, აი TBC-ის მხრიდან და ყველა იმ მონაწილე ორგანიზატორის მხრიდან ჩვენ როგორც ლექტორებს ქონდა ძალიან მკაფიოდ დასმული მისია, რომ ამ კონკრეტული კურსის შედეგად ადამიანმა უკვე უნდა შეძლოს სტაჟირების დაწყება ან დასაქმების შესაძლებლობა უნდა მიეცეს და ამიტომ კურსი მთლიანად აგებული არის ისეთნაირად, რომ პრაქტიკაში ქონდეთ მაქსიმალურად შეხება. განსაკუთრებით ჩვენი საგანი ტექნოლოგიური პროექტების მართვა იძლევა ამის შესაძლებლობას რომ ინტერაქტიული იყოს მთლიანად კურსი და მიუახლოვდეს იმ ქურას, რომელსაც პრაქტიკის ქურა ქვია, სტუდენტს ეს შესაძლებლობა მიეცეს რეალურად. თქვენმა ლექტორმა მშვენიერი ეს თქვათ, ხო, გადმოსვლა გააკეთა. ნათია, ერთადერთი რაც დავამატებდი მარიას ნათქვამს არის საუკეთესო ასახვა TBC კამპუსის კურსებისა ბრძანდებით პირველ რიგში თქვენ და ისინი ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ. რამ შეგძინათ ამ კურსებმა? ყველაზე მთავარი რა მიიღეთ? მე არ დეტალიზდები მხოლოდ ცოდნაზე, გამოცდილებაზე ან ახალ წრეზე. ყველაფერი ერთად მაინტერესებს. რითი მიიღეთ კმაყოფილება ასე ვთქვათ. ყველაფრით. აი რაღაც კონკრეტულს ვერ დავასახელებ, რომ აი მხოლოდ მარიას და კონსტანტინეს აკადემიას ლამი კონსტანტინეს ჩვენ მეორე ლექტორი იყო. მარიას და კონსტანტინეს პროფესიული რაღაც რო კარგად გვასწავლეს, ან თუნდაც ის რომ ძალიან კარგი წრე შევიძინეთ. ძალიან კარგი კურსი იყო საერთო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ შეგეძლია რომ პრაქტიკული და თეორიული მასალით მიიღო ცოდნა იმ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებს. გარდა ამისა, როგორც ალექსანდრევას და მარიამაც ახსენეს, ძალიან მორგებული არის სტუდენტებზე, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე დისტანციური სწავლების კუთხითაც და აი ძალიან უსაზღრო არის ის შესაძლებლობები, რაც ამ კურსმა მოგვცა. დაგეხმარათ თუ არა ეს კურსი, მაგალითად მომავალი პროფესიის მიმართულების ჩამოყალიბებაში საბოლოოდ, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როცა ალბათ ყალიბდებით საბოლოო ჯამში მიმართულებაზე. არის ასე? კი, სიმართლე გითხრათ, ზოგადად მონაცემთა ანალიტიკით და სტატისტიკით ვარ დაინტერესებული, დიახ, data analytics და ეს კურსი იმ მხრივ დამეხმარა, რომ ვიცი სწორად როგორ დავსახო გეგმა, რა პრიორიტეტები უნდა მქონდეს გარკვეული სახის პროექტების წარმართვისთვის, სწორედ იმპლემენტაცია როგორ გავაკეთო და ხო, აი რაც გვასწავლეს, ყოველთვის რაღაც შეხება რომ მაქვს ხოლმე ამ მიმართულებასთან, სულ მარიას სიტყვები მახსენდება, რომ აი ეს სწორედ უნდა დავსახოთ გეგმა, ესე უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. დასაქმებაც მაინტერესებს, ეს როგორ ეხმარება დასაქმებას და იქ კონკრეტულ შემთხვევაში. TBC კამპუსის გუნდი ძალიან აქტიურად გვაწვდის ხოლმე ვაკანსიებს გარკვეული მიმართულებით. ანუ ეგეც არის, ხო? კი ბატონო, კი. ამ ეტაპზე უბრალოდ მე გადავწყვეტე, რომ ჯერ ჩემი ცოდნა ავიმაღლო მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით და შემდეგ აქ მიღებული უნორჩვევებითაც გამოვიყენო ეს ყველაფერი და შემდეგ დავსაქმდე. თუმცა ძალიან აქტიურად გვაწვდიან ყოველ ვაკანსიას, რაც მათ პლატფორმაზე გვხვდება. ამ ყველაფრის კარგი გაგრძელება იქნება. შემდეგი კითხვა, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ მსურველები ალექსანდრე იქნება აი ეს გითხრათ, რა პროცედურაა, რა პროცესი და ხო, ვადები ყველაფრისა. კი, TBC-ის გვერდზე არის ამ 9-ვე კურსის, ასე ვთქვათ, სარეგისტრაციო. გუშინ დავიწყეთ 25 აპრილის ჩათვლით ვრცელდება რეგისტრაცია. ესეთი
პრინციპია, რომ პირველი ეტაპი არის რეგისტრაცია, სადაც არის თქვა რაღაც კითხვარი, რომელიც ადამიანს უნდა შეავსოს. რომელიც მოითხოვს, არ მოითხოვს რაღაც სპეციფიურ კონკრეტულ ცოდნას, მაგრამ მოითხოვს დროის დახარჯვას, მონდომებას და თქვა რაღაც ლოგიკური აზროვნების და გადმოცემის უნარებს. შეიძლება შევავსო და ვერ დავაკმაყოფილო. კი, რა თქმა უნდა. ამიტომაც ისიც შეიძლება რომ კარგად შეავსოთ, მაგრამ სხვებმაც ძალიან კარგად შეავსონ და მათ ჰაჯობა. ხო. და მე უკვე მეორე ეტაპზე გადასული ადამიანები უკვე ნაწილდებიან იმ კურსზე, რომელთაც დაინტერესებულია და იქ უკვე იღებენ კონკრეტულ დავალებას, რომელიც უკვე კურსის სპეციფიურია. ეს პირველი ეტაპი ყველასთვის საერთოა, ანუ რომელ კურსზეც არ უნდა ავსებდეთ აპლიკაციას, ის არის ერთნაირი და ვთქვათ, ის არის. ნათიას გავს თუ მივიღე მეც მონაწილეობა. დროის ჩემი ვერ მოხვდები ვერანაირ კრიტერიუმში, ცხადია მხოლოდ ჭაღარის გამო. მაინტერესებს სერტიფიცირება, ანუ რაიმე ტიპის დამადასტურებელი, აი ეს ყველაფერი მიიღებენ თუ არა და შესაბამისად აი რა ტიპის დამადასტურებელია, რომ ეს კურსები გავლილია. ეს სერტიფიკატს მიიღებენ, თვითონ არის კრიტერიუმები, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ TBC კამპუსის თქვათ უბრალოდ მოსმენისთვის ადამიანი არ იღებს. არის როგორც თქვათ მინიმალური ქულების კრიტერიუმი, რაც უნდა დააგროვოს სტუდენტმა, ისევე დასწრების კრიტერიუმი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანები იყვნენ ჩართულები ონლაინ, როცა ლექცია ტარდება, იმიტომ რომ მარტო თქვათ ის რომ აიმე ტესტებს დავწერთ ფინალურ დავალებას, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ის ადამიანები, რომლებიც კურსზე ხვდებიან, ერთმანეთთან იურთიერთონ, იმიტომ რომ ერთ კურსზე შეიძლება იყოს ადამიანი ახალციხიდან, სხვა შორის უცხოეთიდანაც ერთობიან ქართველები, თბილისიდან და გორიდან და საიდანაც. ამიტომ ეს იდეაც არის ამ კურსზე, რომ თქვათ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და ერთდროულად მეცაინეობენ. კი ბატონო. შევაჯამოთ იმითი თუ რა ტიპის კურსებია ახლა TBC-ში და რა სიახლეებს თავაზობთ კიდევ მოხმარებლებს. ზოგადად ხო? ხო, აი მარია რო ლაპარაკობდა, მე მინდა მარიასაც ვკითხავ იგივეს. ხო, ანუ არა სრულწლოვნებისთვის, ანუ უფროს კლასელებისთვის გვაქვს ტექ სკოლა, ეს არის ჩვენი მეორე პროექტი, რომელიც უფრო ძველია და უკვე მეხუთე ნაკადი მივიღეთ ეხლა. ანუ მეც მაქვს გაბედნიერების შანსი როგორც დედას. და კიდევ გვექნება წელს ერთი ნაკადი, იქ უფრო მეტი აქცენტი არის უშუალოდ IT მიმართულებებზე, თუმცა იქაც არის თქვა UX-ი, სოციალური მედია, მაგრამ იქ უფრო ეს ტექნოლოგიებია უფრო მეტად. და რაც შეეხება ჭაღარას, მან გვაქვს IT აკადემია, რომელიც ეს არის უკვე და არა მარტო თქვა იგივე რისკების აკადემია, ეს არის უკვე ახალგაზრდა და შემდგარი პროფესიონალებისთვის, რომელსაც უნდათ აიმაღლონ თავისი პროფესიული ცოდნა და ნუ თავიდან ეს ყველაფერი გაკეთდა TBC-ში დასაქმებისთვის, მაგრამ ეხლა უკვე პრინციპში გაფართოვდა. უფრო ფართო ისაა, ხო, არეალია. დავფარეთ ეგ თემა და კი ბატონო. ჩემს გამოსახ კონტექსტში მიდოდა მეთქვა, მაგრამ ალექსანდრემ დამასწრა. მოკლედ უშანსოდ არ დავრჩებოთ. კი ბატონო. არ თქვენ არც მე. არ თქვენ არც. წარმატებებს გისურვებთ და ხშირად მობრძანდით, რომ შევაჯამოთ ის ეტაპური პროექტები, რომელთაც TBC არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო სივრცეში და მადლობა თქვენ ამ შრომისთვის და წარმატებები. ნათია მარია, სანდრო, დიდი მადლობა ალექსანდრე მაყაშვილს, იგი TBC-ის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელია. მარია გლუნტი, ქალბატონებო და ბატონებო, TBC კამპუსის ლექტორი და ნათია აბულაძე, TBC კამპუსის კურსდამთავრებული, მას წარმატებებს უსურვებთ.